ეკლესია, ზარების რეკვა, თბილისის ქუჩები, ხმაური. ერთხელ კონსტანტინე მითხრა, შენთან ერთად რაღაც მინდა ჩავწეროვო. მეც დავთანხმდი, არც ვიცოდი რა გამოვიდოდა. გადავიღეთ უამრავი ლამაზი კადრი, იყო საუბრები. ჩვენ ბედნიერებაზე ვისაუბრეთ ციფრულ ეპოქაში. აბა დავიწყოთ. დღეს ბედნიერება აღარ არის ის, რაც ოდესღაც იყო. ადრე ადამიანს სჭირდებოდა მზიანი დღე, ახლობლებთან საუბარი, სუფრა ბუნებაში, შვილთან დროის გატარება. დღეს ბედნიერება ფოტო გახდა, გრძნობა გახდა პოსტი, მეხსიერება გადაიქცა სთორად, რომელიც 24 საათში ქრება. ვიღაცისთვის ეს პროგრესია, მაგრამ იქნებ პირიქით სიღრმის დაკარგვა. წარმოიდგინეთ, იკრიბება 6 მეგობარი. კარგია ხო? თითქოს ამ დროს უნდა გაიზიარონ ერთმანეთის ემოციები, სიახლეები, განიცადონ ერთმანეთი. მაგრამ ამასობაში ვიღაც იღებს ტელეფონს, გადაიღებს მომენტს და მაშინვე აზიარებს უცნობ თუ ნაცნობ მეგობრებთან. არადა ჯერ თავადაც ვერ შეიგრძნო, რას გრძნობდა იმ წამს. ეს არის დღეს ბედნიერების პარადოქსი. ჯერ ვაზიარებთ, მერე ვგრძნობთ. თუ ვგრძნობთ, საერთოდ ეგაც საკითხავია. არადა ბედნიერება ხომ შინაგანი პროცესია. ხშირად მყუდრო, უხმო, არ სჭირდება მოწონებები, კომენტარები. ეს არის ის, რაც მოდის მაშინ, როცა ადამიანი მართლა ჩუმდება, ჩერდება და თავის თავს უსმენს. ან როცა სხვა ადამიანს უსმენს. ვეღარ ვრჩებით საკუთარ თავთან, ვეღარ ვიტანთ სიჩუმეს, ვეღარ ვთმობთ ტელეფონს. იმიტომ კი არა, რომ გვჭირდება, არამედ იმიტომ, რომ აღარ ვიცით, როგორ გავჩერდეთ მის გარეშე. ამ ფონზე ისმის კითხვა. რით დაიხარჯოს დღევანდელი ადამიანი, როგორ დაიხარჯოს? სიჩუმის ნაცვლად ხმაური, შეხების ნაცვლად ეკრანის სრიალი, გრძნობის ნაცვლად რეაქციები. ბედნიერება ითხოვს დასწრებას, მონაწილეობას და არა მხოლოდ ვიდეო გადაღებას. იქნება ამ ახალ რეალობაში ჩვენი ყველაზე დიდი აქტივიზმი ის იყოს, რომ სანამ ამ ყველაფერს გავაზიარებთ ონლაინ, იქამდე ჩვენ გავიზიაროთ, ჩვენ გავიაზროთ ყოველი წუთი ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ბედნიერების.